საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს შორის დღეს თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მხარეებს შორის შეთანხმება დიდი ქართველი მეცნიერის ივანე ჯავახიშვილის თხზულებათა სრული აკადემიური კრებულის გამოცემაზე ერთობლივ მუშაობას ითვალისწინებს. დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ივანე ჯავახიშვილის მემორიალურ კაბინეტში გაიმართა. როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, ამ მნიშვნელოვან წამოწყებას საფუძველი დაედო ჯერ კიდევ 2021 წლის ნოემბერში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს შორის ხელმოწერილი შეთანხმებით. ამჟამად ამ შეთანხმებას შეუერთდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია. დოკუმენტის მიხედვით სამივე დაწესებულება აღიარებს და ხაზს უსვამს ივანე ჯავახიშვილის განსაკუთრებულ დამსახურებას ქართული მეცნიერებისა და ზოგადად ქართული კულტურის წინაშე აცნობიერებს მომავალი თაობებისთვის, მისი სამეცნიერო და ეპისტოლარული მემკვიდრეობის მნიშვნელობას და თანხმდება ამ მიმართულებით ერთობლივი მუშაობის გაგრძელებაზე. პირველი ტომის გამოცემა დაგეგმილია 2026 წლის აპრილში და ივანე ჯავახიშვილის დაბადების 150 წლის თავს მიეძღვნება. 2 წლის წინ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ინიციატივით ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გააფორმეს ხელშეკრულება ივანე ჯავახიშვილის ახალი აკადემიური სრული გამოცემის შესახებ. ბატონ გია შევრაშიძესთან ერთად მოვაწერათ ამ ხელშეკრულებას. ბატონი გია შევრაშიძე ბრძანდებოდა იქვე შექმნილი სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, მაგრამ ბატონი გია წაბრძანდა, დღეს არის ელჩი სომხეთში და ჩვენ დღეს ასე ვთქვათ გავმდიდრდით კიდევ იმით, რომ ხელი მოვაწერეთ ასეთივე ხელშეკრულება საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან, მის პრეზიდენტთან ბატონ როი მეტრეველთან, რომელიც შეცვლის ბატონ გია შევრაშიძის, ის იქნება ეხლა ამ სარედაქციო საბჭოს თავმჯდომარე. გარდა ამისა, დღეს გაფორმდა კიდევ მემორანდუმი ჩვენსა და მეცნიერებათა აკადემიას შორის. მემორანდუმის ერთ-ერთი მთავარი მუხლი არის სწორედ ივანე ჯავახიშვილის სრული აკადემიური გამოცემისთვის მომზადება. უпростоრად მომზადება 2 წელიწადი ერაც დაიწყო, პრაქტიკულად მზად არის გამოსაცემად პირველი ტომი, რომლის გამოცემას ჩვენ გეგმავთ 150 წლის თავისათვის ბატონ ივანე ჯავახიშვილის, რომელიც მომავალ წელს აპრილში აღინიშნება. და ვფიქრობთ, რომ ჩვენ მოვასწრებთ სწორედ აი ამ პირველი ტომის გამოცემას. აქ შეკრებილნი არიან დღეს ჩვენი ცნობილი ისტორიკოსები, ფილოლოგები, ხელოვნებაცოდნეები, რომლებიც დღეს მსჯელობდნენ, ჩვენ ვიმსჯელეთ ყველამ ერთად იმის თაობაზე, თუ რა თანმიმდევრობით უნდა გამოიცეს თხზულებათა ეს კრებული. უპირველესად მინდა აღნიშნო, რომ მომავალ წელს საზეიმოდ აღინიშნება უდიდესი ქართველი მეცნიერის, ფაქტობრივად ქართული ჰუმანიტარული მეცნიერების ფუძემდებლის ივანე ჯავახიშვილის დაბადების 150 წლისთავი. აი ამასთან დაკავშირებით შექმნილი საგანგებო საბჭო და მისი ასე ვთქვათ თავკაცები არიან ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ბატონი ზაალ აბაშიძე, ეს არის უნივერსიტეტის რექტორი ჯავახიშვილის სახელობის რექტორი აკადემიკოსი ჯავან სამუშია და თქვენი მონამორჩილი მეცნიერებათა აკადემია გახლავთ ერთ-ერთი მონაწილე აი ამ საქმისა. ეხლა თუ რაოდენობით მნიშვნელოვანი და დიდია ამ სრულყოფილი ასე ვთქვათ შემოქმედებითი შედეგების გამოცემა ივანე ჯავახიშვილის საკმაოდ ცნობილია და მძიმე საქმე. ამიტომ საბჭო ძალიან სირთულით მოუხდება ბევრი მუშაობა იმისათვის, რომ ბევრი რამ დააზუსტოს, დაადგინოს და შემდეგ კი გამოსცეს. ეს არის დიდი მნიშვნელობის საქმე. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს იმ ახალგაზრდებისა, რომელიც ჩართული არიან ამ საქმეში. ამის შესახებ გვექნება დღეს ლაპარაკი ჩვენ. ბევრი საინტერესო წინ გადადგმული ნაბიჯი არის და ვფიქრობ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით დღეს შეთანხმება შედგა ამ სამ ორგანიზაციას, სამ დაწესებულებას შორის, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ იმას, რომ მომავალი წლის აპრილში 150 წლის თავზე დიდი ივანე ჯავახიშვილის დაბადებისა პირველი ტომი გამოვცეთ. მინდა აღნიშნო, რომ საქართველოში მომავალ წელს ჩატარდება ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილე ამონბილის ფარგლებში
უნივერსიტეტი, ასევე განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია გეგმავს სხვადასხვა სახის ღონისძიებებს და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გახლავთ სწორედ ივან ჯავახიშვილის თხზულებების აკადემიური გამოცემის განხორციელება. ჩვენ დღეს შევიკრიბეთ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში სწორედ იმისთვის, რომ დავიწყოთ ეს მართლაც საშვილიშვილო საქმე და საფუძველი დავუდოთ ივან ჯავახიშვილის თხზულებების აკადემიურ გამოცემას. ფესტივალი ნანინა ამ სახელწოდების დოკუმენტური ფილმის ჩვენება გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტში გაიმართა. ღონისძიება გალობის უნივერსიტეტის პრორექტორმა პროფესორმა თამარ ჩხეიძემ გახსნა. ფილმის შესახებ ისაუბრეს ფესტივალის დამფუძნებლებმა და ორგანიზატორებმა და დასმულ შეკითხვებსაც უპასუხეს. ღონისძიებას პროფესორ მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ფესტივალი ნანინა გადაღებულია 2024 წელს. ფილმის სცენარის ავტორი, ოპერატორი და რეჟისორი გახლავთ იან ანდღულაძე. შეგახსენებთ, რომ ქალთა ტრადიციული მუსიკის ყოველწლიური ფესტივალი ნანინა 2023 წელს დაფუძნდა. ფესტივალი ეთნომუსიკოლოგთა შემოქმედებით ჯგუფ ნანინას ინიციატივითა და ორგანიზებით დაარსდა. გალობის უნივერსიტეტში გაიმართა ეთნომუსიკოლოგთა შემოქმედებითი ჯგუფი ნანინას შესახებ ფილმის პრეზენტაცია. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ მასპინძლობთ ამ შემოქმედებით ჯგუფს, სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა ფილმის ჩვენების შემდეგ ჰქონოდათ საშუალება იმისი, რომ უშუალოდ გასაუბრებოდნენ შემოქმედებითი ჯგუფის წევრებს. ეს ჯგუფი უკვე რამდენიმე წელია ატარებს ქალთა ტრადიციებისადმი მიძღვნილ ფესტივალს. მიმდინარე წელს ფესტივალის ფარგლებში მონაწილეობას იღებს გალობის უნივერსიტეტის სტუდენტური გუნდი და ჩვენი რამდენიმე კურსდამთავრებული და სტუდენტი ასევე ფესტივალის სამეცნიერო სესიის ფარგლებში მონაწილეობს. შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო, შემეცნებითი მნიშვნელობის ჩვენი სტუდენტებისთვის. ჩვენ ყოველთვის მოხარულები ვიქნებით მათი მასპინძლობისა ჩვენი უნივერსიტეტის ფარგლებში. ფესტივალი ნანინა ეს არის ეთნომუსიკოლოგთა შემოქმედებით ჯგუფ ნანინას პროექტი, პირველი სერიოზული განაცხადი ეთნომუსიკოლოგთა შემოქმედებითი ჯგუფისა, რომელიც ყოველწლიურია და წელს მესამედ ტარდება. ფილმი ეძღვნება განვლილ ორ ფესტივალს, ერთგვარი შეჯამება არის. ფესტივალის დამფუძნებლები საუბრობენ ამ ფილმის შექმნის ისტორიაზე, იმაზე თუ რა ღირებულება აქვს ამ ფესტივალის თითოეულ სეგმენტს, რადგან ფესტივალი შედგება სამეცნიერო კონფერენციისგან, ვიდეორგოლების საპრეზენტაციო ნაწილისგან, საკონცერტო ნაწილისგან და წლევანდელ ფესტივალზე დავამატეთ მეოთხე სეგმენტი, ეს არის საგამოფენო ნაწილი. ჩვენ ვაპირებდით, რომ ფილმი გადაგვეღო მას შემდეგ, რაც ქალთა ყველა ჟანრს ამოვწურავდით და ყველა ფესტივალს ჩავატარებდით, მაგრამ მასალა იმდენად საინტერესო და მრავლის მომცველი აღმოჩნდა, რომ აი მეორე ფესტივალის მერე ჩვენი ჯგუფის ეთნომუსიკოლოგთა შემოქმედებითი ჯგუფ ნანინას ყველაზე ახალგაზრდა წევრმა იან ანდღულაძემ გადაწყვიტა ფილმის გაკეთება და დღეს ჩვენ მომსწრევართ ძალიან საინტერესო ფილმისა, რომელიც მოგვითხრობს ამ ფესტივალის შესახებ. ეს იყო ძალიან საინტერესო ფილმი. ძალიან საინტერესო ინფორმაციებით მოცული ფესტივალ ნანინას შესახებ. ეს ფესტივალი რამოდენიმე წელია, როგორც ვიცი, ტარდება. წელსაც იქნება ფესტივალი, რაშიც ჩვენც ვიღებთ მონაწილეობას, რა თქმა უნდა, ჩვენი უნივერსიტეტის გალობის გუნდი.